ტელეპროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ეთერშია უცნობი კავკასია, რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი ტელეპროექტი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი შოთა მალაშხია, საქართველოს პარლამენტის წევრი და გადაცემის თემა დღეს შევარჩიეთ ინფორმაცია, რომელიც უკვე 2 დღეა აქტიურად რეალებს მედიაში. განსაკუთრებით ბეჭდურ მედიაში, თავდაპირველად გამოჩნდა რუსულ საიტებზე, შემდგომ იყო გამოხმაურება ბუნებრივია ქართულ გაზეთებში, იყო დასავლურ მედიაშიც, ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგება საქართველოში. უბრალოდ ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან აქტუალური. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს ექნებათ კითხვები და მათ აქვთ უახლოესი 9 საათის განმავლობაში საშუალება დაუკავშირდნენ ბატონ შოთა მალაშხიას ტელეფონზე 380 800, ეს არის ჩვენი სტუდიის ნომერი. თემას სარეკლამო პაუზის შემდეგ განვაგრძობთ უკვე ექსპერტებთან, ბატონ ირაკლი სესიაშვილთან და ბატონ გიორგი თავდგირიძესთან. ბატონო შოთა, ელვისებურად გაჩნდა ეს ინფორმაცია. თითქოს არანაირი საფუძველი ამისა არ იყო, მაგრამ გამოჩნდა ეს ინფორმაცია, რომ საქართველოში უნდა განლაგდეს ამერიკული ბაზები, ასახელებდნენ მარნეულსა და ფოთს და ზუსტად 2 დღის შემდეგ ამ ინფორმაციის გაჩენიდან ყირგიზეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკული ბაზა მანაში დახუროს. ეს იყო ყირგიზი ხალხის გადაწყვეტილება, მართალია ესეთი მატერიალური მოტივით, რომ თითქოს ამერიკელები ძუნწობენ და ფულს არ იხდიან და ამიტომ ბაზა უნდა დაიხუროს. არის ეს 2 ინფორმაცია ერთმანეთთან რაიმე კავშირში თუ არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ვივარაუდოთ ასეთი ურთიერთკავშირის არსებობა? მოგესალმებით პირველ რიგში, რაც შეეხება ყირგიზეთის თემას, ეს იყო პრეზიდენტის განცხადება. ყირგიზ ხალხს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია იმ თვალსაზრისით, რომ იაპელირებდა ყირგიზ ხალხს. იმიტომ ამბობ პარლამენტში იყო ეს საკითხი განსახილველი და გადაიდო, აქედან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ არის. მაინც ეს ზოგადად რაც ხდება, უკავშირდება იმას, რომ რუსეთი აპირებს შექმნას, ხელი კი მოეწერა, მაგრამ აპირებს სწორი განსაზღვრება ამ საკითხის. გარკვეული სამხედრო სტრუქტურის შექმნას, პრაქტიკულად ამ არსებული რესპუბლიკებში არსებული სამხედრო ბაზების საფუძველზე, მაგრამ ერთიანი სამხედრო მეთაურობის ქვეშ. ეს ამ სტრუქტურაში შედის 7 სახელმწიფო, მათ შორის შუა აზიის რესპუბლიკები მინუს თურქმენეთი და აქეთ ემატება მოლდავეთი. მის მოლდავეთი რაშვაშია ბელორუსია და სასომხეთი. მაგრამ ამდაგვარი სტრუქტურა თქვენ გახსოვთ ადრეც იყო, ამაზე განცხადება გააკეთეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგრამ ამის შექმნის რეალური საფუძველი, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე ამ სახელმწიფოების კანონმდებლობიდან გამომდინარე, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რადგან ზოგიერთ სახელმწიფოს შუა აზიის, დავუშვათ ყაზახეთს, სხვა სახელმწიფოებსაც მიღებული აქვთ კონსტიტუციის დონეზე გადაწყვეტილებები, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო ბლოკებში. ამ თვალსაზრისით აქ იქნება ესეთი გაერთიანება და აქ მონაწილეობის საკითხი პარლამენტის ან რეფერენდუმის ან სხვა წესით არის განსაზღვრი. მაგრამ მაინც მატერიალური შესაძლებლობა გინდაც ასეთი სტრუქტურის შექმნისთვის რუსეთს აქვს საკმაოდ მწირი იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, რაც რეალურად არის და მაინც ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებსაც რო გქონდეთ ინფორმაცია, ბოლო წლის ინფორმაცია მე რუსეთის სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით წლევანდელს გულისხმობა არ მაქვს, მაგრამ უახლოესი წლების განმავლობაში მისი ბიუჯეტი დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატებოდა ისრაელის ბიუჯეტს სამხედროს. ეს იყო მისი რეალური მდგომარეობა. აქ საუბარია, რომ მოდერნიზაცია საჭირო მთლიანად მთელი რუსული სამხედრო სტრუქტურის. ამას საკმაოდ სერიოზული ფინანსები ჭირდება, ამასთან ერთად არის საკმაოდ კორუმპირებული სტრუქტურა თვითონ სამხედროებში, ამიტომ ეს არსებული თანხები კიდე ჰაერში დაიკარგება და თუ არ მოხდება საკუთარი ჯარის მოდერნიზაცია, ასეთ შემთხვევაში ზოგადად უფრო დიდ ბლოკზე საუბარი პრაქტიკულად გამორიცხულია. თქვენ გახსოვთ ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მათი სამხედრო გემების გადაადგილებასთან დაკავშირებით იხუმრა კიდევაც მათ
მან განაცხადა, რომ არ ყოფილიყო საქართველოში აგვისტოს მოვლენები, ჩვენ ამ ფლოტს მაიამიში დავპატიჟებდით, იქ უფრო კარგად დაისვენებდნენ. ანუ ასეთი დამოკიდებულება ამ სტრუქტურის ასაგებია ეს არის მოკლე მიმოხილვა რუსეთის სამხედრო მდგომარეობის ახლა მოусმინოთ ჩვენს რადიოს, რომელიც ხაზია და შემდგომ განვაგრძოთ თემა. გამარჯობა. გისმენთ? გესმით? დიახ. ერთი ბატონ მალაშხიას მინდა ვკითხო, რომ დიახ. ეს რუსეთის ამერიკის ბაზები რო ჩამოვა და დამკვიდრდება. მაგ ბაზები დაგვიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს, არც ახლა დაკარგეს. კიდე ერთი და რუსის ჩეკმა არ გვინდა, ახლა ამერიკის ჩეკმა გვინდა? გასაგებია. მადლობა. კითხვა არ იყო ისე ფორმულირებული, რომ არ უნდა დავლოდებოდეთ ასეთ კითხვას. ხო, არ ვიცი, არა ჩეკმა საერთოდ არავისი არ გვინდა, ჩვენი ჩეკმაც სავსებით ნორმალურია. ამიტომ ამით თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. არც არის ამ ეტაპზე ესე აქტუალურად ეს საკითხი არ იხილება, რომ სამხედრო ბაზები ამერიკის იქნება საქართველოს ტერიტორიაზე. ერთადერთი ისი თქმა ჩვენ ანუ ეს საკითხი არ დგას საერთოდ. ერთადერთი რაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის ის, რომ ქარტია, რომელიც იქნა ხელმოწერილი ამერიკას და საქართველოს შორის, აქ წერია, რომ ყველა ეკონომიკური ობიექტების ფიზიკური დაცვა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ნამდვილად წერია, ჩვენ შეგვიძლია აქედან ამოვიდეთ და შემდეგ ამას ინტერპრეტაციები მივცეთ, მაგრამ ის, რომ აქ სამხედრო ბაზებზეა საუბარი, არსად არ წერია. მეთიუ ბრაიზამაც ის იგივე თანამდებობაზეა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სისტემები, უფრო უკეთესი რაც გქონდა და საფრენ საშუალებებთან დაკავშირებით 3-ჯერ და 4-ჯერ უკეთესი, სამხედრო შეიარაღებასთან და წვრთნასთან დაკავშირებით სერიოზული სიტუაციები და გამოსასწორებელია, რაც გამოაჩინა ამ აგრესიამ რუსეთის მხრიდან. გარდა ამისა, არის სარეზერვო სტრუქტურა აბსოლუტურად შესაძლებელი. მე ამ საკითხებზე რო საუბრობ, უნდა ვთქვა, რომ არა ვარ ამის ექსპერტი და ამაზე ესე თავისუფლად ვერ ვილაპარაკებ. რაც შეეხება მეორე საკითხს, აქ იყო ტერიტორიული საკითხები და მისი დაბრუნების საკითხები, ამაზე შემიძლია უფრო ცლად და უფრო კარგად ვილაპარაკოთ, თუ ეს თქვენი თემის. თუმცა ამ საკითხებზე ქარტიაში, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, არაფერია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხები წერია. გარდა ამისა, აქ საუბარი არის დევნილების დაბრუნებაზე, რაც არის ასევე გაეროს დოკუმენტი, თუმცა გაეროს დოკუმენტში კიდე პლუს უფრო შორსაა წასული და ამ შემთხვევაში ამერიკის სამხედრო ძალების მონაწილეობა თქვენ როგორ გესახებათ? არანაირად ისინი მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ღებულობდნენ ინსტრუქტორები ქართული ჯარის გაწვრთნაში და ეს ჩვენ რეგიონში უნდა გვყავდეს ყველაზე უფრო ცირერიცხოვანი, ყველაზე უფრო მობილური და ყველაზე კარგად გაწვრთნილი ჯარი. თუ ხშირად არის ამ ბიუჯეტებზე საუბარი და შედარებები, გაცილებით მეტი ყავს 3-ჯერ და მეტი აზერბაიჯანს, ასე ამდენივე სომხეთს და ბიუჯეტებიც ამ სამხედრო სტრუქტურების გაცილებით მეტია ვიდრე საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი. ამიტომ თან ჩვენ იმ დროს, როდესაც პრაქტიკულად ნოლიდან დავიწყეთ სამხედრო მშენებლობა. როდესაც ქარტიაში იწერებოდა, რომ გარკვეულ ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ჭირდება მეტი უსაფრთხოება და შეიძლება შეერთებულმა შტატებმა გამოიყენოს სამხედრო ძალა, დღეს შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეკონომიკურ ობიექტებზეა საუბარი. თუ ვარაუდებთ იმას, რომ აქტიურად იხილება და პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია ნაბუკოს პროექტთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი ევროკავშირისთვის, მათ ესეთი სქემა აქვთ 20-20-20%-ით ნაკლები თანხები 2020 წლისთვის და 20%-ით უფრო ეფექტურა ეს 20-20 ამას ნიშნავს. ეს არის საკმაოდ სერიოზული პროექტი, რომელიც ჯდება 12.3 თუ 9 ხამას არა აქვს ამ ეტაპზე მილიარდი დოლარი. მთლიანად ევროკავშირი ამისთვის აპირებს 2 ტრილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას მისი ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისთვის. ერთი მხარე არის ნაბუკო. სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას, რომ ნაბუკოს პროექტისადმი მიერთებაზე სურვილი გამოხატა თვითონ ირანმაც. და დღეს ამერიკის ადმინისტრაციის მიდგომა ზოგადად ასეთი რეჟიმებისადმი არის განსხვავებული და ისინი ამბობენ, რომ რუსეთის და სხვა შუამავლების გარეშე უნდა ელაპარაკონ ასეთ რეჟიმებს, თუ მოსახერხებელია მათი ნორმალურ პირობებში დაბრუნება, ეს არის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ
რატო შემოთქვი ეს ეკონომიკური პროექტი? იმიტომ რომ ამ ეკონომიკური პროექტის დაცვა არის არა მარტო ამერიკის, არამედ მთლიანად ნატოს და ევროკავშირის პრეროგატივა, ამიტომ აქ ამ თვალსაზრისით, ამ უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სტრუქტურები გააქტიურდებიან. კიდევ ერთი ზარია. გამარჯობა. გისმენთ? ალო? დიახ. ძალიან დიდი ბოდიში, მალაშხიასთან მაქვს შეკითხვა. დიახ. იცით რა, ბატონო შოთა, ხო არ შეიძლება რომ ესე სისტემატიურად ნაცარი აღაროთ თვალში მოსახლეობას. მე ვარ ადამიანი, რომელიც სისტემატიურად უსმენს CNN-ს. საერთოდ ხსენება არ არის იმისი ჯერჯერობით რეალობაში, რომ აქ ან ბაზა განთავსდეს, ან საერთოდ მოგვეხმარონ რამენაერად. ჩვენ ისეთი სასწაულები ჩავიდინეთ სოფლიოს თვალში, რომ მე მგონი აღარავის სურვილიც კი არა აქვს, რომ უბრალოდ გვანახო. ტიტრებშიც კი არ ვარსებობს CNN-ში. თქვენ უყურებთ CNN-ს, აი ამაზე მიპასუხეთ. კარგად ზანდა. მადლობთ. მე მგონი ჩვენც ამას ვსაუბრობდით, რომ ამ ეტაპზე ბაზებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არანაირი არ არის. ანუ დაადასტურა მსმენელმა თუ მაყურებელმა, არ ვიცი. ამიტომ ალბათ ცოტა 1-2 წუთით ადრე რო გადმოერთო, იგივეს გაიგებდა ჩვენს საუბრის დროს. რაც შეეხება ზოგადად დახმარებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ვერანაირად, რადგან პირიქით, სწორედ საქართველოს მიმართ იქნა გამოყოფილი სერიოზული დახმარება. ეს არის 4.5 მილიარდის ფარგლებში და არც ერთ სახელმწიფოს თავისი რიცხობრივი მაჩვენებლებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე არ მიუღია ამ ხელა დახმარება. და ერთი ნაწილი ამ დახმარების არის სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ამ ახალი ადმინისტრაციის, სწორედ ამ ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადება და ერთადერთი ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი სწორედ მან გადადგა, თქვა, რომ 1 მილიარდის დოლარის ფარგლებში საქართველოს დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს დახმარება დღესაც მოდის და ცხადია, რომ ეს ყველაფერი ინფორმაცია გადის CNN-ზე, BBC-ზე, Fox News მე არ უყურებ და არ ვიცი, შეიძლება ალბათ Fox News-იც გადის ეს ინფორმაცია. ბატონო და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზების განლაგება სამხრეთ კავკასიაში სulis გარკვეულწილად სამხედრო ბალანს და როდესაც საუბრობენ ექსპერტები და ბოლო დღეების განმავლობაში რამოდენიმე ექსპერტის მოსაზრებაც ქართველის, რუსის, უცხოელისაც გავეცანი ძირითადად ამ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ახლა არ ადასტურებთ, რომ სამხედრო ბაზები საქართველოში უახლოეს ხანებში განლაგდება ამერიკული სამხედრო ბაზები, ისინი ამ ინფორმაციას უკავშირებენ ზუსტად რუსული სამხედრო ძალის მოჭარბებას კავკასიონის ქედს ქვემოთ სამხრეთში. აქვს საფუძველი ამეჩვს ჩვენი ექსპერტების. ეს ცალკე თემაა, მათი ბაზების საკითხი და ამ ბაზებიდან გამომდინარე რა საერთაშორისო ნორმატივები ირღვევა. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს სტამბოლის სამიტი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოში არსებულ ბაზებთან დაკავშირებით და ეს არის ამ მიმართულებით ამ ხელშეკრულების დარღვევა, ასევე ზოგადად კავკასიაში ხელშეკრულება ჯერ კიდევ შარშანწინ დაარღვია. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არა დარღვევით დაარღვია, მაგრამ შარშან გამოვიდა ამ ნაწილიდან ცალმხრივად სწორედ კავკასიაში შეიარაღებული ფორმირებების ყოფნასთან დაკავშირებით. მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ანუ ის რაც განხორციელდა საქართველოსთან მიმართებაში, ის წვრთნები, რომელიც იყო ჩრდილო კავკასიაში, ის რაც განხორციელდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ტანკების შემოყვანა, ის რომ სწორედ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჯერ კიდე მარტში მიიღო გადაწყვეტილება ზემო აფხაზეთის განთავისუფლებაზე და დაავალა პრეზიდენტს, ის რომ კოკოიც უკვე იტარტასის ინფორმაციით 1 აგვისტოს გაყავდა თავისი მოსახლეობა ამ ტერიტორიებიდან და რუსეთი ემზადებოდა ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის, ეს უკვე მარტო აქ თბილისშია განსხვავების თემა, თორე ამას საერთაშორისო დონეზე ამ საკითხებს არ იხილავენ. არა, ამ რიტორიკას ალბათ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი იცნობს, იმიტომ რომ დღეს ახლა პირველად თქვენგან არისმეს აი ესეთ წყობას. მოდი კიდე ერთი კითხვას მოусმინოთ. გამარჯობა. სამწუხაროდ გაითიშა ზარი. იმედია ჩვენი მსმენელი და მაყურებელი კიდე დარეკავს. აი ამ გადაწყვეტილებაზე თუ რა თქმა უნდა
ეკონომიკური პროექტების დაცვისთვის იქნება საჭირო გარკვეული სამხედრო შენაერთების შემოყვანა საქართველოში ან ბაზების გაკეთება. იქნება თუ არა თქვენი აზრით ეს სარეფერენდუმო თემა? ჩვენ გააჩნია ეს რანაირად მოხდება, ახლა მიმსჯელოთ ისეთ საკითხზე, რაც ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, მე მგონი არღის, მაგრამ ახლა თქვენ დასვით შეკითხვა, საქართველოს მოსახლეობამ ამ დაგვარ შეკითხვას ნატოსთან მიმართებაში უკვე უპასუხა, ეს იყო საკმაოდ მაღალი პროცენტი, რეალურად ეს საზოგადოებრიობა მოითხოვს, რომ მისი თავდაცვითი სისტემა იყოს უფრო გამართული, უფრო რეალური და კოორდინირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ნატოსთან, ამ თვალსაზრისით შეიძლება ეს საკითხი იყოს, მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამ დაგვარი საზოგადოებრივი მოთხოვნა იქნა, თუ ეს მოთხოვნა იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს რამდენი თუს მერე, შეიძლება ეს საკითხი თუ იქნა მოთხოვნა დადგეს რეფერენდუმზე, მაგრამ ეს საკითხი დღეს არ იხილება. თქვენ ამ საკითხის აქტუალობას გამორიცხავთ. მაშინ მაინტერესებს თუნდაც თქვენი ეჭვი პოლიტიკოსის, რომელიც საქართველოს პარლამენტში საკმაოდ მნიშვნელოვან კომისიას ხელმძღვანელობთ, მაინტერესებს რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია ახლა და ასეთი ფორმით? ეს იმიტომ, რომ რუსეთი ვარშავის ხელშეკრულებიდან დავიდა ეგრეთ წოდებული ODR-ის ხელშეკრულებაზე. მას ყავდა 15 რესპუბლიკა პლუს ვარშავის ხელშეკრულება, ეხლა საუბარია 7 რესპუბლიკას თუ მოაბავს თავს. აქედან ყირგიზეთის საზოგადოება და პარლამენტი ამ საკითხზე ფიქრობს. ტაჯიკეთში საკმაოდ რთული სიტუაცია და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ბოლოცამს თანხმეს, მაგრამ რეალურად გარდა იმისა, რომ ამას ხელი მოეწერება, შემდეგ განხორციელების მექანიზმებით საკმაოდ რთულია, აქედან გამომდინარე, ესეც ვერ ხორციელდება. ახლა ბელორუსია და სასამხეთო ცოტა სხვა მდგომარეობა აქვს, ამიტომ ისედაც გეოგრაფიულად მე ამ სტრუქტურაში ვერანაირად ვერ ჩადგება და გარდა ამისა, თვითონ ეს სამხედრო შენაერთი ხა წარმოიდგინეთ ბელორუსია, რუსეთი, სომხეთი, შუა აზია ძალიან საკმაოდ ისეთი გაფანტულია და არათანმიმდევრული პოლიტიკის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე ეს ვერ განხორციელდება და სწორედ ამ დაგვარმა სამხედრო რიტორიკამ რუსებისა გააჩინა ალტერნატიული შეხედულება, რომ ხო არ იქნება ამაზე ადეკვატური პასუხი ამერიკის მხრიდან, რადგან მან განახორციელა ის, რაც განახორციელა თქვენ გახსოვთ ბუშის ხელისუფლების დროს, რომ დაავალა მის სამხედრო მინისტრს, შეესწავლა ვითარება და სამხედრო კრეისერები გამოუშვა საქართველოს მიმართულებით. Უსმინოთ კიდევ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. პროდიუსერი მატყობინებს, რომ ამჯერადაც არ არის ზარი. ეს ამ ინფორმაციების ყვალდაკვალ ჩნდება სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხიც, როცა ავღანეთი ხდება მთავარი საკითხი ამერიკული პოლიტიკისა და ნანა ერაყი გადაინაცვლებს უკანა პლანზე. ხომ არ იყო ზუსტად აი ეს ფაქტორიც გამსაზღვრელი ამ ინფორმაციის. მე უბრალოდ რატო ვსვამ ამ კითხვას, თავისთავად მაქვს სურვილი თქვენგან და ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც იმედი მაქვს ამ თემაზე მოუწევს კომენტარის გაკეთება, გავიგოთ არსებობს თუ არა რაიმე სხვა რეალური ბაზა ამ კითხვის დასმისთვის. იქნება ეს ავღანეთს უკავშირდება იმ ოპერაციას, რომელსაც შეერთებული შტატები ავღანეთში ახორციელებს. რაც შეეხება ავღანეთის საკითხს, ჩვენ როგორც მსოფლიო პოლიტიკური სისტემის მონაწილე და მოთამაშე სუბიექტი ვღებულობთ ყველა ამ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას, როგორც ავღანეთში, ასევე ერაყში ძალიან აქტიურად ვღებულობდით მონაწილეობას, მომავალშიც მივიღებთ და თუ ეს დაკავშირებული იქნება ამ სამხედრო სტრუქტურის გადაადგილებაზე ავღანეთის მიმართულებით მისთვის ამ სტრუქტურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ხათია ამაში მიიღებს საქართველოს მონაწილეობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. ეს საკითხი თუ დადგება აქტიურად, მაგრამ ამ ეტაპზე საკითხი არ დგას, არც ამ საკითხის გადაწყვეტის პრობლემა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე საკითხი არ დგას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ამ ეტაპისთვის აქტუალური თემა. და საქართველოს ნატოს კომისიის ამოქმედების შემდგომ, განსაკუთრებით ახლა ბრიუსელის შეხვედრის შემდგომ, ხომ არ მოისინჯა კიდევ ერთხელ ეს თემა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, იყო თუ არა რაიმე საუბარი ამ შეხვედრაზე ნატოს
თუნდაც კონკრეტულად მხოლოდ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განლაგებაზე აქ. ნატოსთან მიმართებაში მეცხადია ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ცხადია, მაგრამ ის რომ მისი ოფისი იხსნება უკვე საქართველოში უახლოეს ხანში ეს სერიოზული ნაბიჯია. რომლის ფუნქცია იქნება მონიტორინგი, რისი მონიტორინგი? რომლის ფუნქცია იქნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ზოგადად ეს ნატო არ არის მარტო სამხედრო სტრუქტურა, მიმდინარე პროცესებზე დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ამ პროცესებზე დაკვირვება. რადგან სულ უახლოესი პერიოდის წინ ივანოვმა გააკეთა განცხადება ლავროვმა უკაცრავად იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ მწვანე შუქი ამერიკელებისგან იმის თაობაზე, თითქოს საქართველოში, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყებდა, ნატოს საკითხი დღის წესრიგიდან იქნებოდა მოხსნილი. ეს ივანოვის ინდისზე იყოს, რამდენად იყო ეს მართლა შეთანხმებული ამერიკასთან, მაგრამ რეალურად ჩანს, რომ ეს პროცესი პირიქით უკუ პროცესად ვითარდება, ძალიან აქტიურ ფაზაში არის გადასული თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის და ეს რეალურ შედეგებს მოიტანს. თქვენ გახსოვთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული გერმანიის ფერგეს ნატოში გაერთიანებასთან მიღების დროს 59 წელს, მაშინ გერმანია ფედერაციული რესპუბლიკა თვითონ ფედერაციული რესპუბლიკის მთლიან ტერიტორიასაც ვერ აკონტროლებდა. მაშინ საარის მხარეს ფრანგები აკონტროლებდნენ, ბერლინი ნეიტრალური მხარე იყო, საერთოდ GDR-ზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ტერიტორიული პრობლემები ამ კონკრეტული მაგალითიდანაც გამომდინარე და ნატო უკვე აღარ აყენებს ამ საკითხებს საქართველოსთან მიმართებაში, ეს არ არის პრობლემატური, მაგრამ როგორც ნატო, ასევე ევროკავშირი მაგალითით შემიძლია მოგიყვანოთ კვიპროსთან დაკავშირებით, რომ კვიპროსმა ევროკავშირში მიიღო ევროკავშირმა კვიპროსი მიიღო მთლიანად, როგორც მისი ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე მთლიანად კვიპროსი. ამიტომ ეს ორგანიზაციები თავიანთ წევრად ღებულობენ ქვეყანას უკვე ცნობილ და აღიარებულ ფარგლებში. რაც შეეხება ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის ცნობა არ ცნობის საკითხს, თქვენ ხედავთ ეს საკითხი შეჩერებულია ხამაზის და ნიკარაგუას და რუსეთის დონეზე, ამიტომ ამას განვითარება არ მიეცემა და ის ქარტია შეგვიძლია მოვიშველიოთ, სადაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწორედ ეს საკითხი განსაზღვრავს იმას, რომ უშიშროების საბჭოში ისეთი სახელმწიფო როგორიცაა ამერიკა, რომელსაც აქვს ვეტოს უფლება, ეს საკითხი არასდროს არ დადგება. მაგრამ უშიშროების საბჭოში შეიძლება დადგეს გაერო სამხედრო მისიის მანდატის ხარისხი. აი სწორი შეკითხვა, ეს უკვე ზუსტად ჩემი სფეროა, ამიტომ ამ საკითხებზე პრობლემა არ არის ვისაუბროთ. საქმე შემდეგში მდგომარეობს, რომ საკითხს როდესაც ეხებოდა ეუთოს მისიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ეუთოში მიიღება კონსენსუსის წესით. რაც შეეხება გაეროს არაპროცედურულ საკითხებზე, პროცედურულ საკითხებზე სხვანაირად მიიღება გადაწყვეტილება. არაპროცედურულ საკითხებში გაერო ღებულობს გადაწყვეტილებას 9 ხმით და ამ 9 ხმაში უნდა შედიოდეს უშიშროების საბჭოს 5-ვე წევრი, მაგრამ როდესაც საუბარია კონფლიქტის მონაწილე მხარეზე, მან ფორმატის ცვლილების დროს და ეს არ არის პროცედურული საკითხი, კენჭისყრისგან თავი უნდა შეიკავოს, ანუ უშიშროების წევს ასეთ დროს ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. თუ რუსები სამართლებრივად ჩვენ არ შეგვედავებიან, რომ ეს არის არაპროცედურული საკითხი, ან პროცედურული საკითხი, არაპროცედურულ საკითხზე სამართლებრივად ამ საკითხის მოგების რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ დღეს, როდესაც რუსეთმა შეიძლება ეს ვეტო გამოიყენოს, ეს ეხება მხოლოდ პროცედურულ საკითხს, გახანგრძლივებას არსებული მისიის. მაგრამ შეცვლის დროს ამ საკითხს მიიღებს უშიშროების. მაშინ ეს ეჭვები რატო გაჩნდა ბატონო? რომ შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს ზუსტად ეს თავისი ვეტო და მას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი ვეტო, თუ ეს იქნება პროცედურული საკითხი და პროცედურული საკითხი იქნება არსებული მისიის ბადის გახანგრძლივება. ამ შემთხვევაში, მაგრამ ცვლილება ანუ თქვენ არ ელოდებით მომავალი კვირის დასაწყისში გაეროში ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც გაეროს სამხედრო მისიის მანდატს შეცვლის. ამ ეტაპზე თვითონ მანდატის ფორმატის ცვლილება დღის წესრიგში არ დგას, ამას თავისი პროცედურები აქვს. თუმცა ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ წინ და არც რუსეთის ვეტოს დაუშვათ ამ საკითხს. რუსეთმა შეიძლება ვეტო თუ მან თავის საზიანოდ გამოიყენოს, ეს იქნება რომ ამ მანდატს, რომელიც არსებობს, თქვას რომ ეს არის პროცედურული საკითხი და ვეტო გამოიყენოს.
ანუ ეს არის მხოლოდ დროის გახანგრძლივება არსებული მანდატის, ეს არის პროცედურული საკითხი, მაგრამ მანდატის ცვლილება არის არაპროცედურული საკითხი. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მომგებიანი მდგომარეობა, არსებობს ევროსაბჭოს, ევროკავშირის და სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილება სწორედ მანდატის გაფართოებაზე. ჩვენ აქ ყავს ევრომონიტორები, ევროკავშირს ყავს სამხედრო სტრუქტურა, ეს არის ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსი და პოლიციური სტრუქტურა, ეს არის სადღაც 60-70,000-მდე სამხედრო სტრუქტურა, ეს სტრუქტურა გამოიყენება ბოსნიო-ჰერცეგოვინაში, სწორედ კონფლიქტურ რეგიონებში, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს პერსპექტივა ეს სტრუქტურა ავამოქმედოთ უკვე ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოусმინოთ კიდევ ერთ ზარს. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. გენაცვალე, მაინტერესებს თუ გაგრძელდება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ეს პროგრამა როგორ დიდი ხანია დამთავრდა? აი ესეთი ინფორმაციები მე უშუალოდ სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებით არ მაქვს, ამიტომ ზუსტ პასუხს ამაზე ვერ გავცემ, მაგრამ რაც არის პროგრამები, პირიქით ის უფრო ინტენსიურად წარიმართება. და მე სახელწოდებით იქნება, მე არ ვიცი. მინდა მეუბრუნდე აფხაზეთის თემას. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო ძალების მოჭარბების შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს აი ამ სამხედრო მისიიდან ან რა ინფორმაცია გაქვთ უშიშროების საბჭოზე, რა მოხსენება კეთდება ამასთან დაკავშირებით, აი ამ სამხედრო ძალთა განლაგებასთან დაკავშირებით. ამაზე გაეროში იქნება მსჯელობა უკვე. თქვენ წინასწარი ინფორმაციები არ აქვს? წინასწარი ინფორმაციები არ არის, სამუშაო რეჟიმშია, თუმცა რაღაც ინფორმაციები არსებობს, ჩვენთან თქვენი ცით იყო დასამტკიცებლად საგარეო საქმეთა მინისტრი და სწორედ ახლა ჩვენ რა საკითხებზე ვსაუბრობთ, ამაზე იყო საუბარი, როგორც დახურულ, ასევე ღია რეჟიმში. აქედან გამომდინარე სამუშაოები მიდის, სწორედ აი ამ ვეტოს გამოყენების საკითხზე მე ღია რეჟიმშიც მქონდა შეკითხვა და მან უპასუხა ამას, ამ შეკითხვას, როგორც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სწორედ ამ კონტექსტში. მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რუსეთი ამ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ეს არის თვითონ რუსეთის პრობლემა, ეს რეალობა. ჩვენი არა? ამ ეტაპზე არის ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიებს ეხება, მაგრამ ეს რეალურ პრობლემას აჩენს რუსეთში, მისი იზოლაციის თვალსაზრისით, იმ ეკონომიკური კრიზისის დროს, რაც რეალურად ხორციელდება, თქვენ ხედავთ მარტო ამერიკის შეერთებული შტატები რა თანხებს ხარჯავს თავისი ბიუჯეტიდან ამ ეკონომიკის გამოსასწორებლად, რუსეთმა, როგორც თვითონ რუსები ლაპარაკობენ, თავიანთი რეზერვები 500 მილიარდი გარეთ და 500 მილიარდი შიგნით, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები პრაქტიკულად ამოწურეს და კუდრინის განცხადება იყო 126 მილიარდი დოლარის არსებობაზე. კუდრინის ძერერ კიდე ერთი თვის წინ აკეთებდა განცხადებას, რომ რუსეთში ინფლაცია იქნებოდა 13%-ის ფარგლებში, დღეს ამბობს, რომ ეს იქნება 30%-ის ფარგლებში. როდესაც რუსეთმა აგრესია განახორციელა საქართველოზე, მაშინ ნავთობის მასი იყო 150 დოლარი, დღეს არის 40 დოლარზე ნაკლები, რუსულ ნავთობზე ვლაპარაკობ. ისინი გაზის გაყიდვას ევროპისთვის აპირებდნენ 1000 დოლარად და დღეს ყიდიან 500 დოლარადაც ვერ ყიდიან. აქედან გამომდინარე სერიოზულ პრობლემებს ქმნის და აქედან გამოსავალი არსებობს ერთადერთი. რუსეთმა მიიღოს ის ცივილიზებული თამაშის წესები, რომლითაც იქცევა და მოქმედებს მთლიანად მსოფლიო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექნება სერიოზული პრობლემა. და კიდევ ერთი ზარი, გისმენთ? ალო. დიახ. მოგესალმებით ბატონო ზიად ღრმა პატივისცემით. ბატონ შოთასთან მაქვს კონკრეტული შეკითხვა. ბატონო შოთა, იმის შემდეგ, რაც თბილისში, საქართველოში გაიხსნება ნატოს მისიის ოფისი. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლებით და თქვენი დამსახურებით საქართველოში დემოკრატიის არანაირი ნასახი არ არის და გამეფებულია ავტოკრატია, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ მისიის გახსნა იქნება საბოლოო წერტილი კარის მიჯახუნებისა საერთოდ ნატოში საქართველოსათვის. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვა, რომ ჩვენთან ხარვეზები რა თქმა უნდა არსებობს, იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ეს დასკვნები დაწერეს,
იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, მასმედიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბეჭდვით მასმედიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული დასკვნებია ის, რომ მე ვარ ახლა ამ ეთერში და სხვადასხვა ტელევიზიებით გადაიცემა უამრავი ток-შოუები და ამაში ხელისუფლება. თუმცა ელექტრონული მედიის წინაშე პრობლემა მხოლოდ არ არის ток-შოუს გადაცემა. ამ ეტაპზე არის ნაბიჯები ამ მიმართულებით, კი ბატონო მოიფიქრეთ რა გადაცემებია გასაკეთებელი და ამ თვალსაზრისით ვერავინ ვერ შეგზღუდავთ, არის უამრავი და მოუკიდებელი და კერძო კომპანია, სადაც ამის გაკეთება რეალურად შეიძლება. ნუ უამრავს. შეგვიძლია თქვა ორი. არა, კერძო ბევრი მე თქვი არის. ორიც საკმარისია დაუშვათ. მე სხვათა შორის დავინტერესდები ამ სხვა ქვეყნის ჯერ ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ მაინც ვნახავ რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე ბალტიისპირეთში ამ კერძო კომპანიებისა და თავისუფალი მასმედიის საშუალებით და გავავლოთ პარალელები, მაგრამ ეს სერიოზული ორგანიზაციები ზოგჯერ უშვებენ უზუსტობასაც. მე მქონდა დაუშვათ Freedom House-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმ უზუსტობებთან დაკავშირებით, რომელიც იყო აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით და მე ვარაუდობ, რომ ეს სერიოზული ორგანიზაცია ამ შეცდომებს გამოასწორებს. ამ შემთხვევაში კითხვა იყო ნატოსთან დაკავშირებით, დავალოდოთ ნატოს მისიის გახსნა საქართველოში და შემდგომ მათ დასკვნებსაც ალბათ იქნება განსხვავებული შეხედულებები საზოგადოებაში და პოლიტიკოსებში. ნატოსთან დაკავშირებით არის ყოველთვის დადებითი მომენტები აღნიშნული დინამიკაში. დიდი მადლობა ბატონ შოთა, ჩვენს რადიომსმენელსა და ტელემაყურებლებს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი შოთა მალაშხია. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ კი განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. მედია პროექტი უცნობი კავკასია. უცნობი კავკასია განაგრძობს მუშაობას პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუდიის ნომერია 388 და კიდევ ნახევარი საათი ვიქნებით ეთერში ჩვენ სტუმრებთან, ექსპერტებთან, ბატონ ირაკლი სესიაშვილთან და ბატონ გიორგი თავდგირიძესთან და ვისაუბრებთ იმავე თემაზე, რაზეც გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბატონ შოთა მალაშხიასთან. თემა არის ის ჰიპოთეტური მოსაზრებები, რომელიც ძალიან ბევრი გამოჩნდა ბოლო დღეებში, ჯერ რუსულ მედიაში, შემდგომ ქართულშიც, უცხოურშიც, დასავლურს გულისხმობ, რუსულის და უცხოურია, რა თქმა უნდა. ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო გახსნასთან საქართველოში. ბატონ შოთა მალაშხია აქტუალობას ამ ინფორმაციისა ვერ ხედავს, რადგან ეთერში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ბატონ გიორგი. თუ ჩვენ შეგვიძლია ანალიზის გავაკეთოთ ვითარების და თუ ვითარების ანალიზს გავაკეთებთ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდეს. ერთ-ერთი შემთხვევაში შეიძლება ეს არ გახორციელდეს, თუ ქართველი ერი ამაზე იტყვის უარს. უბრალოდ ეს არის ჩვენი არჩევანი, რუსეთმა საკმაოდ სულ დღეში ჩაგვაგდო, ანუ ეს არის მტერი სახელმწიფო, რომელმაც ბოლომდე გაგვწირა, ესე რომ ვთქვათ. ფაქტიურად ყველა მისი ნაბიჯი მიმართულია, რომ საქართველო დასუსტდეს იმდენად, რომ მან ვერ შეძლოს არა მარტო რუსეთს გაუწიოს წინააღმდეგობა, ანუ ფაქტიურად ის დაუცველად ტოვებს საქართველოს ამ რეგიონში. ის რომ არავითარ პასუხისმგებლობას თვითონ ამაში არ იღებს, ან არანაირ მოთხოვნებს ის დამატებით არ აყენებს, რა პირობებში ის შეცვლის თავის პოლიტიკას. ანუ რაზეა საუბარი? ემბარგოს ფაქტი თქვენ გახსოვთ, ეს 16 იანვრის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც უგზავნავს სხვა სახელმწიფოებს საქართველოსთან იარაღით ვაჭრობას, ანუ ფაქტიურად იარაღის გარეშე ტოვებს საქართველოს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რა თქმა უნდა, რომ საქართველო ეძებს და მოძებნის სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც შეავსებს და უზრუნველყოფს პარტნიორის როლს აიღებს და გაუწევს დახმარებას, რათა საქართველოს შეინარჩუნოს უსაფრთხოების გარკვეული თამასა. აი ესეთი უსაფრთხოების ერთ-ერთ ნაბიჯად შეიძლება განვიხილებოდეთ ბაზის განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, ბატონ ირაკლის ვერც ვაწადეთ პასუხის გაცემა ზარია და იქნებ ზარის შემდგომ უპასუხოს ბატონ ირაკლიმ. გამარჯობა. მოგესალმებით. დიახისმენთ. ასეთი კითხვა მაქვს ახლა ბაზებთან დაკავშირებით. თქვენ დამასწარეთ უბრალოდ ახლა ემბარგო გამოაცხადა რუსეთმა იარაღთან დაკავშირებით. აი ახლა მინდა სუფთა საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციიდან შეგეკითხოთ. თუ ესე იგი რუსეთი ასეთი გელია, აუტანელია
მთელი ენერგოსისტემა გადასცა პრეზიდენტმა ხელში. ეხლა გადასცა კიდევ რა ქვია ენგურხელსი. ეხლა უნდა გადასცეს რკინიგზა. რომელ ბაზებზე საუბრობთ? ეხლა ვეღარ მოვასწარი ბატონ შოთაშვილის დამეცვა ეს კითხვა. აი ბაზები ხო უნდა განლაგდნენ. ეს ემბარგოც გამოაცხადა. არ ისთვის დადიან საერთოდ ამ ხრილობებზე და რაღაცა. რუსეთს ვერანაირად ვერ აღუდგენ წინ. ხო, მაშინ დაეტიონ რა, დაგვანებონ თავიდო. გასაგებია, მადლობა. ფინალი წოდა გამიჭირდა წარმოვიდგინო კითხვას, მაგრამ არა, საკმაოდ ისეთი კითხვაა და ალბათ ჯერ ირაკლი. გიორგი, ხო. ამ შეკითხვაზეც არის საკმაოდ ნათელი პასუხი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა ის საერთაშორისო დივიდენდი, რაც იყო დაგროვებული საქართველოში და ყველა ის მეგობრული ენერგია გამოიყენა პირადად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ფაქტიურად ის არ არის ოპონენტი უცხოელი პარტნიორებისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესი უბრალოდ დაივიწყა და საუბრებშიც ალბათ ეს პრიორიტეტი მას არ გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი უცხოური დახმარება წარმოუდგენელია თუ ადგილზე მას არ ხვდება ხელისუფლება, რომელიც ამ დახმარებას გამოიყენებს. ანუ ფაქტობრივად პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ არ გვეხმარებიან. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ ყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს დახმარება შეუძლია მიიღოს. და მარტივი ამის გადაწყვეტა შევცვალოთ ხელისუფლება შეიცვლება დახმარების ხარისხს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტის გზებზეც გვექნება საუბრის დრო. ბატონო ირაკლი, არ გაცადეთ საუბარი არც პირველ კითხვაზე თუ რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ამ ჰიპოთეტური მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ შეიძლება აქ სამხედრო ბაზა გაკეთდეს ამერიკელების და მეორე ალბათ საინტერესო იქნება პასუხიც გარკვეულწილად ჩვენი რადიო მსმენელისა და ტელემაყურებლის კითხვაზე. ჩვენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები არ ვართ, რომ რაც კონკრეტული ინფორმაციები გქონდეს, ამიტომ ჩვენ მაგრამ გაქვთ ინფორმაცია, ნება მოგვიწია ანალიზი გავაკეთოთ იმ სიტუაციის, რომელიც არის შექმნილი. ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთის მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა ჩემი აზრით მან ვერ შეძლო დიდი მიზნის მიღწევა, რაც არის საქართველოს კონტროლი მის ტერიტორიების მის დაკავება მთლიანად. მიზეზი გახლავთ შემდეგში მიზანი რუსეთის იყო, რომ საქართველოს ოკუპაციით გასულიყო ხმელეთით სომხეთზე და სომხეთიდან დაკავშირებოდა ირანს და ამ გზით გადაეკეტა აღმოსავლეთ-დასავლეთის ასე ვთქვათ სატრანსპორტო დერეფანი. ამ კონტექსტში შეერთებულმა შტატებმა სწორად გაანალიზა ვითარება და ჩათვალა, რომ ამ ვითარებაში აი ამ ფორმულით რუსეთი უკვე ფეხს აბიჯებდა მის ინტერესებს. სწორედ ამიტომ ოკუპაციის ასე ვთქვათ პირველი ეტაპის ოკუპაციის შეჩერების შემდგომ შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ გააფორმა ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსთან, რითაც რუსეთს მესიჯი გაუგზავნა, რომ მე სამხრეთ კავკასიის მიმართ მაქვს საკმაოდ დიდი ინტერესი და შესაბამისად შენი ასე ვთქვათ ზრახვები და ამბიციები აი აქ უნდა შეწყდეს. ამ ვითარებაში არის მხარეების მიერ ფონის მოსინჯვა, სანამ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდება და დაიწყებენ უკვე ამ და სხვა საკითხებზე დიალოგს და პოლიტიკურ ანალიზს. ამ ვითარებაში იგივე ინფორმაცია როდის შეიძლება მოხდეს მსგავსი შეხვედრა. კი, იცით რომ ჰილარი კლინტონი სულ რამდენიმე დღეში ხდება ივანოვს. ეს არის პირველი ნაბიჯი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. აქ სავარაუდოდ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება ძირითადი პრიორიტეტები მხარეების მხრიდან და ამის შემდეგ უკვე მომზადდება საკითხები, რომლებიცაც პრეზიდენტები განიხილავენ. ამ კონტექსტში ჩვენ ბაზებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, იმდენად ამ ბაზების ასევე აფხაზეთსა და ოსეთში რუსული ბაზების განთავსების საკითხი გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები და რუსეთი გარკვეულ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებს წარმართავენ და აწარმოებენ. მეტიც რუსული ბაქიბუქობა იმის შესახებ, რომ ის უკვე აქტიურად ეწევა ბაზების მშენებლობას აფხაზეთსა თუ ოსეთში, დაკავშირებულია სწორედ პოლიტიკური ფონის მოსასინჯად. რა რეაგირება ექნება ნატოს, რა რეაგირება ექნება ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს. მოусმინოთ ჩვენს რადიო მსმენელს და ისევ განვაგრძოთ საუბარი. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ცოტა ღალატის უნივერსიტეტს ამაში ძალიან კარგი ექსპერტები დიან სამხედროებიდან და მინდა დაუსვა ეს საკითხი. ჩვენი მთავრობა რატო არ სვამს სოფლიო დონეზე ამ საკითხს? თუ კი რუსეთს აქვს უფლება შეაიაროს სომხეთი, შეაიაროს სეპარატისტული მთავრობები
ჩვენი იარაღის ქონების უფლება აღარ აქვს. მადლობა. ამ საკითხს არ დავუხთ მე მგონი. ხო, ანუ ეს პასუხი მარტივია, ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ საერთოდ იქცევა ერთის მხრივ ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები და მეორეს მხრივ გამოდმუდმივი ყოველდღიურად ახალი მტრული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან. ანუ ფაქტურად ჩვენ ადგილი გვაქვს, როგორ გითხრათ, ეხლა საქართველოს ინტერესების ღალატთან, ანუ სიტყვა ღალატი აქ არ არის იმ კონტექსტში, იურიდიულ კონტექსტში, რომ საქართველოს ინტერესები კვლავ მეორე პლანზეა გადასული. აქაც კვლავ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესია წინა პლანზე წამოწეული, იმიტომ რომ სხვა ვერაფერს ვერ მოვიფიქრებთ, სხვა ვერაფერს ვერ დავარქვით იმას, როდესაც საქართველოს აგრძელებს თავის ენერგეტიკული ობიექტების გადაცემას რუსეთისათვის და ამ დროს რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს ზედიზედ რამდენიმე მტრული ნაბიჯი გადადგა მან, ერთი ვთქვით ეს ემბარგოსთან დაკავშირებით, მეორე ეს საზღვაო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით და თავისთავად მისი ყველა ის განცხადება, რომელიც ამის წინ იყო გაკეთებული. ალბათ ამ შემთხვევაში საუბრობთ ჩვენ რუსეთის ხელისუფლების მტრობაზე საქართველოს მიმართ, ხო? რუსეთის სახელმწიფოს კი, რანიშნულობა ხელისუფლების სახელმწიფოს, მაგრამ ზარი იყო საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, საქართველოს ხელისუფლების განწყობაზე, რომ როდესაც არის საუბარი, პირველ ზარშიც იყო ამ თემაზე საუბარი, როდესაც ასეთ სამხედრო უთანასწორობის ფონია პარალელურად ეკონომიკურ ობიექტებს, ძირითადად განსაკუთრებით ენერგეტიკულ ობიექტებს საქართველოს ხელისუფლება გადასცემს რუსეთს. ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენიმე წელიწადია ვართ ორმაგი პოლიტიკის მსხვერპლი. რამდენი წელიწადია? რამდენიმე წელიწადი არ ვიცი, ალბათ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული მუდმივად ვართ ორმაგი პოლიტიკის მსხვერპლი, როდესაც ღიად ვაცხადებთ, რომ ვიყურებით დასავლეთისკენ, მაგრამ რეალურად ვატარებთ რუსულ პოლიტიკას. დააკვირდით, მას შემდეგ რაც ბატონი პუტინი მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში, მან პირველ რიგში გააუქმა, ასე ვთქვათ, თავისუფალი მედიას გზა გადაუკეტა და დაიწყო ზეწოლა ბიზნეს სექტორზე, ძირითადად ჩაიგდო მსხვილი ბიზნესი და მის გარემოც ჩაიგდო და იგივე პოლიტიკის მომსწრენი გავხდით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. მე მგონი აქაც შეიძლება პარალელები გავავლოთ. იგივე პარალელები შეიძლება გავავლოთ ზუსტად რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ხდებოდა რუსული პოლიტიკის გაკრიტიკება და ჩვენი მტერი სპრის ხატი რეალურად, ასე ვთქვათ, გვაჩვენებდნენ და მიგვითითებდნენ კრემლისკენ, რეალურად სწორედ რომ კრემლის კარის ბიზნესმენები ყიდულობენ საქართველოში ძირითად სტრატეგიულ ობიექტებს. ფაქტი არის, რომ სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ ვართ აი ამ ორმაგი პოლიტიკის მსხვერპლი და ამ ვითარებაში საკმაოდ რთულია კრიზისიდან გამოსვლა. კრიზისიდან გამოსვლა ფინანსური საშუალებებით მხოლოდ შეუძლებელია. აქ არის მთელი რიგი კონცეპტუალური საკითხები, რომელსაც უნდა ერთდროულად გადაჭრა და ამ ხელისუფლებას ჩემი აზრით საკმაოდ გაუჭირდება ასე მარტივად გამოვიდეს კრიზისიდან და მხოლოდ დასავლეთისკენ, ასე ვთქვათ, დასავლეთის იმედად ყოფნა საქმეს მარტივად რომ ვთქვათ ვერ მოაგვარებს ისე როგორც საჭირო. მოусმინოთ კიდევ ერთ რადიოსმენელს. დიახ. გამარჯობა. სამწუხაროდ გაითიშა ზარი. ჩვენს რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს შევახსენებ ჩვენი სტუდიის ნომერ 38800. კიდევ გვაქვს რამოდენიმე წუთი ეთერში მუშაობის და თქვენთვის საინტერესო კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ჩვენს სტუმრებს, ექსპერტებს. დიახ, ბატონო გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენი ხელისუფლება არანაირად არ პასუხობს, როცა აქვს ამის ბერკეტები რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს. მარტივად როცა ემბარგო გამოცხადდა, ჩვენ შეგვეძლო რუსეთის აგრძელა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება როგორც სამხედრო ტურისტის სატრანზიტო ქვეყანა. ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2005 წელს მოეწერა ხელი, იმ დროსაც შეცდომა იყო ამ ხელშეკრულების დადება, მაგრამ როდესაც ჩვენ უფლება მივეცით რუსებს ყოველგვარი შემოწმების და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ესარგებლოთ საქართველოს ტერიტორიით, რათა სამხედრო ტურისტი მიეტანათ გუმრის ბაზის გიუმრის სოფლის ტერიტორიაზე არსებული გიუმრის ბაზის საჭიროებისათვის. ჩვენ მარტივად შეგვიძლია ახლა ამ ხელშეკრულების დენონსაცია მოვახდინოთ იმის გამო, რაგი ჩვენთვის
და რატო არ აკეთებს ამას ხელისუფლება? ეს ალბათ ხელისუფლებას უნდა გითხოთ საკმაოდ საინტერესო. მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, იმიტომ რომ თქვენს ექსპერტულ დასკვნას ყოველთვის რაღაც გარკვეულ ინფორმაციებზე დარღმობით აკეთებთ, ხო? მას არ აქვს ნება, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნება არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს აგრესია მიმართულია არა სააკაშვილის წინამდებ რუსეთის აგრესია, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინამდებ, ხოლო სააკაშვილი ესეთი ესე რომ ვთქვათ უნებისყოფო ნაბიჯებით ამცირებს მის მიმართ აგრესიას. ალბათ ეს გათვლებია, ალბათ არა, ეს გათვლებია, იმიტომ რომ თქვენი მოსაზრებითაც ასე აბა? ვერ გეტყვით, მე არ ვიცი აგვისტოს მოვლენების შემდგომ ქონდა თუ არა ადგილი მსგავსი ტვირთების გადაზრდას. მე ვფიქრობ, რომ აღარ ქონდა. ამიტომ მიჭირს ხელშეკრულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტვირთები აღარ გაატარა მის ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს თუ არ გაატარა, მაშინ არ გვაქვს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ჩვენ პირობები რამდენადაც არ ვიცით სრულყოფილად. ზუსტად ვიცი და ნებისმიერ რა სანქციები შეიძლება დაუწესდეს ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება დაიღვა, ვერ გიპასუხებთ უბრალოდ. კიდევ ერთი ზარია. მოგესალმებით. გამარჯობა. იქნება თქვენ ხართ სამი სპეციალისტები ხართ, მაგრამ იქნება აგვიხსნათ ეს ქვეყანა არის განლაგებული რაჯვარეზე. რომელიც ყოველთვის რამდენი მტერი ყავს საქართველოს. თურქეთს ნახევარმიწები მიტაცებული ბატონში. თავრობები რუსეთის მიდის და მოდის ჩვენ ვჩებით ხალხი ერთ მოწმუნე ხალხი რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მოგიხსენებათ ერთად გვიომეთ, ერთად სისხლი გვდავრეთ. რატო უნდა მოიყვანოთ მაინც და მაინც ეს ბაზები? უცხოური საკმარისი არა რაც იყო ახლა ბაზე. ამას გვერდზე ირანი ხავს ბატონო, რომელიც გადამტერებულია თქვენი იცით ვისთანაც და ასე შემდეგ. რა საჭირო, რაცა უცილებლობას წარმოადგენს, რაში გჭირდებათ ეს ყველაფრის მადლობა. თუ რაო ამ ხალხთან ჩვენ ვერ მოურიგდებით რუს ერს, თავრობა წავა. ჩვენ ხო დავჩებით ხალხი წოდვანი არა ვარ ბოლოს. დიდი მადლობა. თუ ნებას ძალიან საინტერესოა. თქვენი მოსაზრება ამ კითხვაზე. ლოგიკას რა თქმა უნდა ექვემდებარება, რაც ბატონმა შემოგთავაზა, თუმცა ერთი მცირეოდენი უზუსტობა იყო, რომ მარტო რუსებთან ერთად არ გვიბრძოლია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ. უზუსტობაც იყო არა მარტო მერი აღნიშნა. თუმცა რეალობა ის, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ხშირად ძალას და სამხედრო კომპონენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება არასდროს არ იქნება დაცული, მიუხედავად იმისა, ჩვენ რა შეთანხმებას მივახცევთ კრემლთან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიები, არამედ გვჭირდება წმინდა სამხედრო კომპონენტით უზრუნველყოფილი გარანტიები. ამას ჩვენ ვერ ვანდობთ რუსეთს, რომელსაც თანაც გვაქვს ბოლო 18 წლის განმავლობაში საკმაოდ მწარე გამოცდილება, ის იგივე კონფლიქტებთან მიმართებაში, სადაც მხარე თითქოს და უნდა ყოფილიყო სამშვიდობო მანდატით აღჭურვილი და კონფლიქტები და მოეგვარებინა. რეალურად კი მიზანმიმართულად ეტაპობრივად მიდიოდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ამდენად ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი საერთო კონდეს რუსეთთან, სამწუხაროდ არსებული ვითარება გვიბიძგებს, მე მინდა მას ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი საქართველოში თვლის ჯერ კიდევ, რომ შეიძლება უკეთესი იყოს რუსეთთან ერთად ცხოვრება, ვიდრე შეერთებულ შტატებთან ან ევროპასთან ერთად. მაგრამ არსებული ვითარება ჩვენ გვიბიძგებს, რომ ვეძებოთ ღირსეული პარტნიორი, რომელიც ჩვენთან თანასწორ უფლებიანობის ფარგლებში ხოლო სიტუაცია უკარნახობს ამას ბატონო ირაკლი, თუ ეს არის გარკვეულწილად სურვილი ან ნება ქართული საზოგადოებისა, რომ იყოს ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი საზოგადოების ნაწილად, ვთვლი რომ რუსული პოლიტიკა ძალიან შორს არის დემოკრატიისაგან და ქართველი ერი ყოველთვის იყო თავისუფალი და თავისუფლება თავისთავად დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს ამას. და ზუსტად ამას გეკითხები, რომ მას სურს ევროპულ საზოგადოებაში. ჩემთვის რუსული პოლიტიკა ნიშნავს დიქტატურას, ნიშნავს იმპერიალიზმს, ნიშნავს არათანაბარ უფლებიანობას. ამიტომ ცხადია, მე როგორც რიგითი მოგალაქე ავირჩევდი დემოკრატიულ სამყაროს, ცივილიზებულ სამყაროს და ვერ ვენდობ ისეთ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს სამხედრო კომპონენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად აქ სამხედრო ბაზები უნდა გქონდეს. თუმცა არსებული ვითარება ჩვენ კარნახობს, რომ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ, არ გვაქვს ამის რესურსი. აი, რო გქონდეს ფული, რო გქონდეს რო ვიყოთ 30 მილიონი და შეგვეძლოს ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლად დაცვა, კი ბატონო, ვის უნდა რომ საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა ქონდეს? არავის.
მაგრამ თუ პრინციპულად ხაზი გაესმება იმას, რომ ეს ბაზა არ შეელახავს საქართველოს სუვერენიტეტს, არ დაარღვევს არ შეელახავს ჩვენი დამოუკიდებლობის განცდას და იქნება მხარეების ინტერესები დაკმაყოფილებული თანასწორუფლებიანობის დონეზე, მაშინ ცხადია თუ ჩვენი ინტერესები იკვეთება, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პარტნიორები და ნება დავრთოთ ამ ბაზების განთავსებას. მაგრამ მე ჩემს მოგახსენებთ ბაზებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ არც ევროპელ და არც ამერიკელ ჩვენს კოლეგებს არ სურთ საქართველოში სამხედრო ბაზების განთავსება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთი არის ალოგიკური პოლიტიკის მატარებელი და შეიძლება რამდენადაც ახლოს იქნება რუსი და ამერიკელი ჯარისკაცი, შეიძლება გარკვეულ პროვოკაციას ქონდეს ადგილი და მთელი მსოფლიოს სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს. ამიტომ შეერთებული შტატები პრაგმატული პოლიტიკის მატარებელი არის, შეეცდება ჩვენი გაძლიერებით, თუმცა გარკვეული სახით რაღაცა პლაცდარმის შექმნით, პოლიტიკური პლაცდარმის შექმნით უზრუნველყოს და მოახდინოს იმის გარანტირება, რომ კრემლს თავში არ მოუვიდეს საქართველოს მორიგი ოკუპაცია. ჩვენ ვჭირდება უსაფრთხო გარემო იმისათვის, რომ სტაბილური და მშვიდი განვითარება შევძლოთ. მესმის, რომ ბევრს არ მოწონს ბაზების ხსენება, მაგრამ ეს ის ბაზები არაა, რაც ჩვენ გვახსოვს საბჭოთა კავშირის დროს, რომელიც ვერ გავდევნეთ. გასაგებია ბატონ გიორგის ამ კითხვაზე აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, მე ამის საშუალებას მივცემას, მაგრამ მოусმინოთ ჩვენს რადიო მსმენელსა და მაყურებელს. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. თქვენთან მაკეთი შეკითხვა. თუ გაქვთ საკითხული ბორის ბორისოვის სტატია APN-ზე. ეს პირველი და მეორე მაგ ბატონ ირაკლისთან. რა ხელშეკრულებებზეა თუ ძმაღარ ლაპარაკი, ნახევარი საქართველოს დაეპყრეს. ეხა ის პირთი წავა თუ არ წავა, რა საკურველი არ უნდა წავიდეს, ამაში ორი აზრი არ არის და არ უნდა არ მინდა გენცველი ასეთი ლაპარაკი, რომ ხელშეკრულებას დავარღვევთ იმას და დავარღვევთ კი არა თავზე უნდა დავარღვიოთ აბსოლუტურად გეთანხმებით. აი თქვენ რა აზრის ახართ? მადლობთ. ძალიან მოკლედ ვასუხებ, რა თქმა უნდა. ბატონ გიორგის. არა თუ ხელშეკრულებას დავარღვევთ, არამედ პირიქით მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, EUTOS-გან სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ინსპექტირება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას ერთი და მეორე ირღვევა ევროპაში შეიარაღების შესახებ შეთანხმება, რომელიც აწესებს კვოტებს რეგიონისთვის. მართალია რუსეთი ამ შეთანხმებიდან გამოვიდა, თუმცა სომხეთი ამ შეთანხმებაში დარჩა და შესაბამისად მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო განლაგება შედის მის კვოტაში. ამიტომ მე ღიად მინდა განვაცხადო, რომ ვეთანხმებათ, არანაირი შეთანხმებას რუსეთთან ჩვენ არ დავიცავთ, თუ კი ის ეწინააღმდეგება ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს, თუ კი ის საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და მეტიც, სწორედ ამიტომ იგივე ენგურჰესთან დაკავშირებით, ცხადია, მაქვს აბსოლუტურად კრიტიკული შენიშვნა და დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებთან მიმართებაში. მე ირაკლის იმაში ვეთანხმები, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტები. ანუ იგივე ახსნა ამ საკითხს, რომ სომხეთის პრობლემაა მის კვოტები, შესაბამისად ჩვენ სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტები გვაქვს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი. კარგია მეგობრობა, კარგია მეგობრობის დეკლარირება, მაგრამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა არის ინტერესთა ურთიერთობა და თუ სომხეთი ჩვენ ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებს, შესაბამისად ამას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. აქ არ შეიძლება რაღაც მორიდება და აქ სახელმწიფოზე დგას, საქართველოს სახელმწიფოს არსებობის საკითხი წყდება. მეგობრობა კარგია, მაგრამ ცალმხრივი არ უნდა იყოს, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. ეხლა რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით. მოგადე დავამატებდი უბრალოდ ჩვენ სომხეთთან გასაყოფი ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ ვართ მეგობრული ორი სახელმწიფო. მაგრამ კრემლის ასე ვთქვათ ძალდატანებით ხდება საქართველოს სამხრეთ საზღვრებით ბაზების მშენებლობა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ შეშფოთებას იწვევს და ხდება ვითომ და სომხეთისთვის რუსეთის მხრიდან იარაღის გადაცემა. რეალურად ძლიერდება ჩვენთვის ჩვენ საწინააღმდეგოდ ბაზები სომხეთის ჩრდილოეთით, რაც რა თქმა უნდა ზრდის ჩვენ საფრთხეებს და შესაბამისად გვჭირდება მეტი რესურსი, რომ გავითვალისწინოთ საფრთხეების თავიდან აცილება. მეგობრული სახელმწიფო არის უკრაინა, რომელმაც გამოთქვა პროტესტი და პრობლემა შეექმნა რუსეთის საზღვაო ფლოტს.
სომხეთისგან მე ესეთი ნაბიჯი ვერ დავინახე. ეს საქართველოსთან მეგობრული ჟესტი იყო თუ ეს იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან არა მარტო ეროვნული უსაფრთხოების, ეს იყო ნებისმიერი სახელმწიფო არ აძლევს საშუალებას მესამე სახელმწიფოს თავისი ტერიტორია გამოიყენოს სხვა სახელმწიფოზე თავდასხმისათვის. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობის ამბავი. და თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ უშუალოდ სომხეთმა მისცა ამის საშუალება რუსეთს? ის რომ მარნეულის თავზე მორიგეობდა რუსული თვითმფრინავები, ეს შეუძლებელი იქნებოდა თურქეთის ტერიტორიიდან ისინი ვერ შემოფრინდებოდნენ, შესაბამისად ვერც აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეს ვერ გამოიყენებდნენ, არის ეჭვი და ეს უბრალოდ ეჭვს უბრალოდ ვატანებთ. და გაქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს სამხედრო უწყებამ ან მთლიანად ხელისუფლებამ მსგავსი ინფორმაცია გამოითხოვა სომხეთიდან და მიიღო? არა, ერთია ჩვენმა ხელისუფლებამ შეწყვიტა, ჩვენმა ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა და კაპიტულაციის შემდეგ შეწყვიტა საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს ცალსახაა, სანამ ახალი ხელისუფლება არ მოვა, ჩვენ ამ საკითხებზე აზრი არ აქვს შეკითხვების დასმას, იმიტომ ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველგვარი წინააღმდეგობის უნარი დაკარგა და ის მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა ებრძვის საკუთარ ხალხს. ის რომ მას არ გამოუთხოვია და ესეთი ინფორმაცია და არ გადაუცია არც ერთი ნოწა სომხეთის სახელმწიფოსთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო როგორც ასეთი საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ინტერესებს არ იცავს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ომი უნდა გამოუცხადოთ ან ჩვენი და სომეხი ხალხის მეგობრობა მთავრდება. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ინტერესი და სომხეთის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მისი ტერიტორიის გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ სამოქმედოდ. ეს მარტივი ამბანური ჭეშმარიტება და რატომაც არა, ვის ვრას ვერიდებით. ამ მორიდებაში ჩვენ დავკარგეთ ძალიან დიდი ოდენობით ტერიტორიები და ეხლა რაღაც ლაპარაკობთ რუსეთთან მეგობრობას. რუსეთთან მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეწყვეტს მტრულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკება ეს სხვა ფორმატია, მოლაპარაკება უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ უნდა შევეცადოთ მოლაპარაკების ფორმატით ვაიძულოთ რუსეთი, ან ვაიძულოთ არა, დავითანხმოთ რუსეთი, რომ მას შეწყვიტოს, ვთქვათ, მტრული მოქმედებების გაგრძელება, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობა, დათმობა რუსეთის წინაშე, ეს იქნება სრული კრახი სახელმწიფოებრიობის და მაშინ ჩვენი სახელმწიფო აღარ იარსებებს როგორც ასეთი, უბრალოდ ვიქნებით რაღაც შემოსაზღვრული გეტო, სადაც ალბათ ვიარსებებთ და არა ისე როგორც საქართველოს თქვენი მოსაზრებითაც მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ სურვილზე და ნებაზე დამოკიდებული ეს და პოლიტიკური გუნდის შეცვლა ან ხელისუფლების მთლიანად შეცვლა არის იქნება აუცილებელი პირობა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის. თქვენმა წინასწარმარმა ისაუბრა, რომ საქართველოს არის საერთაშორისო სუბიექტი ერთ-ერთი, მაგრამ ჩემი განმოსახედით დღეს სამწუხაროდ ვართ ობიექტი. და ჩვენი ბედი გადაწყვეტა ხდება რიგ შემთხვევაში სხვაგან და სხვას მივჩერები ვართ. ეს რეალობაა. ჩვენ სამწუხაროდ არსებულ კონფლიქტებს დამოუკიდებლად ვერ მოვაგვარებთ. ეს არის რეალობა. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო სამართლით მანიპულირება დავიწყოთ და ვთხოვოთ და ასე ვთქვათ, მოვითხოვოთ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისაგან, რომელიც ცივილურ ნაწილს განეკუთვნება, რომ როგორმე შევაჩეროთ რუსეთის შემდგომი აგრესია და ეტაპობრივად დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გასაყოფი ნამდვილად არ აგვაქვს, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ კომპრომისის დონეზე გარკვეული სახელმწიფო შევქმნათ ჩვენს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება სწორედ მხარეების, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებაზე. ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ აფხაზებთან და ოსებთან, თუმცა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების დახმარების გარეშე რუსებს ვერ გამდევნით. ამ კონტექსტში იკვეთება უკვე გლობალური ინტერესები, მათ შორის შეერთებული შტატების და ევროკავშირის, რამდენადაც როგორც გითხარით, საქართველოს და სამხრეთ კავკასია საერთო ჯამში არის აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის დერეფანი და შესაბამისად ამ ტერიტორიებისადმი ინტერესი დასავლეთის საკმაოდ დიდია. თქვენ სულ რამდენიმე ხნის წინ იყავით, ყველანი მომსწრენი ვიყავით თუ რა პირობებში ჩააყენა რუსეთმა ევროპა, როდესაც გაზი შეუწყვიტა. და ევროპა კიდევ უფრო მეტად არის დღეს დარწმუნებული, რომ სამხედრო კავკასიის დერეფანი არის მისთვის ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს რუსული პროვოკაციები და რუსული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმები. ამ კონტექსტში თუ არსებული კონფლიქტები ჩვენთან მოგვარდება, ცხადია ეს ამას არ ეყოფა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა და ვერც ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლა საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა და განვითარება. თუ ჩვენ არ შევიქმნით დემოკრატიულ ქვეყანად,
ჩვენ მიმართ ნდობა, ჩვენი ავტორიტეტი იქნება ძალიან დაბალი ევროპის წინაშე და ჩვენ ვერ აღვიქვამენ როგორც სერიოზულ სახელმწიფოს. სადაც არ არის დემოკრატია, იქ არ არის სტაბილურობა. ამდენად ვერავინ ვერ დადებს ჩვენი გულისთვის თავს, სანამ არ ეცოდინება, რომ ჩვენ ვარ სტაბილური და ღირსეული პარტნიორი მისთვის. სწორედ ამიტომ ნატო ჩვენგან ითხოვს სულ მინიმუმს, ეს არის დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. დანარჩენი უკვე იქნება საერთო გლობალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მე უბრალოდ ერთს დავამატებ, ირაკლი ყველაფერში გეთახმები, უბრალოდ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა საერთაშორისო დახმარება იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ. რა თქმა უნდა, გჭირდება ეს კარგია, მაგრამ თუ ამ პრინციპით მიმჯელებთ, მაშინ არც ერთ დაპყრობილ ქვეყანას, ან არც ერთ კოლონიურ ქვეყანას თავი ვერ უნდა დაეწია, თქვათ, მონობისაგან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთს გავუადვილეთ მისი ნაბიჯები ჩვენი უნებისყოფობით, იმით რომ ჩვენ შევწყვიტეთ ბრძოლა. ჩვენ თუ ბრძოლას გავაგრძელებთ, რუსეთი საკმაოდ დაფიქრდება, სანამ რაიმე მტრულ ნაბიჯს გაადგენს. უბრალოდ მან ეხლა იცის, რომ მას არ ყავს მოწინააღმდეგე. ეხლა ის არის გაზულქებული ბავშვის როლში, როდესაც მას გაუვიდა და შემდეგ არასერიოზულად როგორც კი ის მიიღებს დარტყმას, როგორც კი ის იგრძნობს, რომ მას ყავს მოწინააღმდეგე, მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ ფლანგი რუსეთის არც ისე მარტივია, რომ მან აქ ყველაფერი ჩაიდინოს, რაც მას სურს. მას შეიძლება თავისი სამხრეთ ფლანგის გარეშე დარჩეს, საერთოდ კავკასიის გარეშე დარჩეს, თუ ის ესეთ პოლიტიკას გააგრძელებს. შეიძლება დავამატებ ძალიან მცირეს, მას შემდეგ რაც რუსეთი დაინახავს, რომ საქართველო არის იმდენად ძლიერი, რომ მასზე მორიგი თავდასხმა რუსეთს ვერ მოუტანს ვერანაირ პოზიტიურ შედეგს, მაშინ უკვე რუსეთი წამოვა გარკვეულ დათმობაზეც და მოლაპარაკებაზეც, რამდენადაც არ აწყობს მუდმივი დაძაბულობა რეგიონში, ვინაიდან თუ კი ის თავის პოლიტიკურ მიზნებს საბოლოო ჯამში ვერ მიაღწევს, ცხადია მისი ერთ ადგილზე მიწის თხრა არაფერს არ მოუტანს შედეგს. ამიტომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ამის მთავარი წინაპირობა არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. დიდი მადლობა. მე ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონები ირაკლი სესიაშვილი და გიორგი თავდგირიძე. ჩვენ საუბრობდით ჩვენი საუბრის მოტივი გახდა ინფორმაცია, რომელიც გავცერდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიაში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების, შესაძლო განთავსების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია დღეს ვერანაირად ვერ დავაზუსტეთ, იმიტომ რომ შესაბამისი ინფორმაციაც არ გაგვაჩნია, თუმცა ეს იყო საკმაოდ საინტერესო კამათის საფუძველი. დიდი მადლობა. ყველა რადიო მსმენელსა და ტელემაყურებელს ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მობრძანებისთვის. ამით უცნობი კავკასია გემშვიდობებთ. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.